ეხლა ვარ მე იუსტიციაში მეგობრებო და მოვატრიალებ კადრს და ნახავთ, აი ბიბლი უბრალოდ რა რჯულის ხალხსაც ნახავთ, ის რჯულის ხალხი იბრძვის საქართველოს მიწებისთვის. მოდი გავისეინოთ იუსტიციის სახლში. და თქვენი თვალით ნახეთ რა ხდება აქ. ვის შევხვდებით, ვის გადავიკლებით? ახლა დაახლოებით ამოიცნობთ თქვენ რომ ქართულ სახეებს და უცხოურ სახეებს და ძალიანაც არ გავაჩერებ კადრს, ხდებით? სწრაფად უნდა მოვასწროთ დანახვა. რა ხდება საქართველოში? გვაინტერესებს, ხო? შემოვედა. გასაკვირია, ხო? სატირალი რომ არ იყოს, პირდაპირ და ვინმე იტყვის, რომ არ მიმდინარეობს საქართველოს განადგურება? აი ხა რამდენი დაინახეთ აქ ქართველი და რამდენი ურჯულო. გავისეინოთ უბრალოდ. არაფერს არ ვიტყვი რა. თვითონ ვიხდებით. მე დამიკომენტარეთ რა რამე. აუ აქ სადმო. ისე არ მოწყ. მოკლედ თუ ამაზე ხმას არ იღებს ივანიშვილი, გიორგი ბრწყინვალეთ ვერ დარჩება. ის დარჩება გამყიდველად. გიორგი ბრწყინვალე დრო შერაცხა ილია მეორის სასწავლმა. კარგად დააკვირდით და გააფართოვეთ თვალები. აქ რა ხდება? გააფართოვეთ? ეხლა ვიღაცა გამომიხდება, დაუკითხავთ რატო იღებო. ბიჭო, დაუკითხავთ გვართმევენ ქვეყანას და დაუკითხავთ დაფიქსირებაც არ მაქვს? ამის უფლებაც? რატო? კარგით. აჰა, გვერდი.
არ შეიძლება, არც ის არ შეიძლება საქართველოს რო გიყიდიან, მაგრამ მაინც რო ხდება. აქ დავიჭიროთ ვინმე. არ მიმდინარეობს ხო? საქართველოს არაბიზაცია არა, სულაც არა. აქ საერთოდ ვერ ხედავ არაბებს. აქ მარტო ქართველებს ხედავ მე. მაშ და საინტერესოდ ქართველები გამოგვერიდნენ. ცოტა უცხოფერების არიან, მაგრამ მაინც შიგადაშიგ ჩინელებიც არიან. აი, წავედით, სწორედ. ვეღარ გავარკვევ, რომელი ქართველია და რომელი სხვა. Very nice, very nice. Boşunevit tanıt. Okay. Სულაც არ ვარ ფაშისტი. ამერთმა გაახაროს ყველა თავის მიწაზე. საკმარისი იყო? თუ კიდე წავიდი აქეთ. ნოჩით. წავედით. თუ გინდა იქ დავდგები შემოსასვლელში და ნახოთ რამდენი არაბი შემოვა და გავა. აჰა. აკი მამაო დატასაობს. თვალები დაბრმავებია როგორც ჩანს. Okay, ძმობილებო და დობილებო, აბა წავიდით ახლა, წავიდით. მოკლედ, რაც შეეხება საჯარო რეესტში, თუ კი შეგეცვალათ საკადასტრო ნომერი. საკადასტრო ნომერი თუ კი შეგეცვალათ, მეგობრებო და ვეღარ პოულობთ თქვენს მიწას, დაგჭირდებათ აუცილებლად კომპეტენტური პირი, რომელიც ამ საკადასტრო ნომრის მიხედვით მოგიძებნეთ, ძველი ნომრის მიხედვით მოგიძებნეთ ახალს და შემდეგ შეცვლა, რისი საფასურიც 20 ლარია თითო მიწაში. ყველა განცხადებაზე დანარჩენზე უარი მოგივათ, როგორც ჩვენ და თუ კი თქვენ ამ საკადასტრო ნომერს არ შეცვლით, არ ვიცი რა მოხდება, ჯერ არ გამიკითხავს, მაგრამ აი თან დააკვირდით აგერ ვის დაინახავთ უფრო მეტად. ხო და მეგობრებო, ესეთი საკითხია, რომ საკუთარ მიწაში ხან რამდენჯერ შეგიცვლიან და ხან რამდენჯერ იმდენჯერ მოგიწევთ გადახდა 20 ლარის. მაგრამ შიგ ევროპაში ჯობია რომ ეს გავაპროტესტოთ, ვიდრე ის რაც გასაპროტესტებელია ის არა. ხო ესეა, ხო ჩვენ ძალიან ქართველები ვართ. აბა რა შეიძლება ამ პრობლემას ეგა საქმე, თორე უკვე ყველა მიცის რაც ხდება საქართველოში. დაღუპულები ვართ ხალხო. ამბობს ირმა. ეგის დროა ყველას ძინავს და მე რა დავიკლო ძილიო. ხო, ნუ. ბიჭო, მე რასაც ვხედავ, იმას თუ ხედავთ.
და არაუშავსო მაგაზე ხმა არ ამოიღოთო, მამაოები რო ამბობენ. ბიჭო, აბა რაზე ამოვიღოთ ხმა? მე უპასენიჭე საფრთხემ. რაზე ამოვიღოთ ხმა? საინტერესოა, რაზე უნდა ამოვიღოთ ხმა? თამარი რო გააპროტესტებს იმას და ჩავქოლოთ ის? თამარი რო გააპროტესტებს ამ საკითხს ის უნდა ჩავქოლოთ. კი, ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ. მადლი გრალიო ჩალო. თუ ვინმე გვეტყვის რომ საქართველოს ჩვენი აღარ არისო, ისიც უნდა ჩავქოლოთ. თუ ვინმე გვეტყვის რომ ამაომეს დანაშაული ჩაიდინა, ისიც უნდა ჩავქოლოთ. თუ ვინმე გვეტყვის რომ ქრისტეს თავდაყირა აყენებენ, ისიც უნდა ჩავქოლოთ. და დანარჩენები, ოკეია, ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოში მოდის, ნოეს კიდობანივით გროვდება აქ, ესეთი ის არის გავრცელებული რა, მამაოებისგან. ნოეს კიდობანია საქართველოს თურმე და ყველა გადასარჩენის სული აქ მოდის და დაიღუპება მთელი დედამიწა და მერე საქართველოში გადარჩებიან პაკისტანელები და ირანელები, რუსები და უკრაინელები, მაგრამ ქართველები იქნებიან საზღვარგარეთ და ვინ გადარჩება საზღვარგარეთ? თუ კი ისინი სახში შემოდიან, ჩვენ სახში და ჩვენ მივრბივართ, აწი ნოეს კიდობანი ნოეს გარეშე იქნება და ეგ იქნება. მაშ, ეგ არის. მაგარია, მაგარი გეგმა. ასია შემოკარგებოდა. მერე თქვენი თქვით, რომ რა გაძლევს იმის საფუძველს, რომ სვანეთი გადარჩებაო? რა თქვათო, ხო? რა მაძლევს და ეს შემოკარგებო ეს. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, ამბობს დინო ნინუცები. საქმე იმაშია, რომ პატრონი ყავს ამ ეკლესიას და მაგას ქვია ეშმაკი. ზუსტად. პატრონია ეშმაკი. თორე ქრისტეს ეკლესიები არ სჭირდებოდა დადიოდა ხალხში, აი ესე როგორც მე დავდივარ და საუბრობდა. გაიგეთ რუსული? აი ქართული. დადის მიმტანად, კი ბატონო, მუშა, აი ქართული მენაგვე. აი, ქართველებს ისაც გამოუჩნდათ სამსახური. აბა. ქართველებსაც გამოუჩნდათ სამსახური, მაშ. კაი, წამოიქცავით. მომსახუროთ რუსებს, არაბებს, ჩინელებს, ინდოელებს. და სხვებს. ხო მაგარია. მაგარია. კარგი იდეა მომეწონა. ჩვენ ხომ მსახურებისთვის გავჩდით. მონები ვარ ღვთისა. მონები ვარ ღვთისა. მონად ვინათლებით და ასე შემდეგ. რაც დაირქვე ის გახდი. თორე ქრისტეს მონა ნათვალები არ სჭირდებოდათ. მონად ნათვალები ქრისტეს მონათლები. გამიშა პირი. წავიდეთ იქით. საინტერესოა ვინ შეგხვდება ბაღში. მოკლედ მეგობრებო, დავდივარ და ცოცხალი დოკუმენტაცია ვარ.
ეს უნდა გავიქუშა. რა არის აქ რატომ გამჩამკეტეს? აჰა, იქ გავიდა. წავიდეთ, აბა ვნახოთ რა ხდება აქ. ვინების შეკრება აქ? ესენ დადიან ტურისტები არიან და თბილისს იცნობენ. Do I look like someone who watches that? Maybe in your you could say აი ესენი კი დადიან, მაგრამ ჩვენ მეც დავდივარ, მაგრამ თქვენ რა შვებით? თამარ, გამარჯობა, შემდეგში როცა დააპირებ თბილისში ჩამოსვლას და დრო გექნება დიდი სიამოვნებით გაგიცნობდი. ნინო ნინუცები წერს. არა, მაკაბერიკაში. კარგი, რუსები კიდე ძალიან. აქაც რუსები არიან, მე მგონი. ეს რა ხდება? თუ გაქვთ მაგის დრო საერთოდ რომ იაროთ ქალაქში და დააკვირდეთ ვითარებას. გაქვთ მაგის დრო? აჰა, იქაც რუსული ისმის. ეხლა მაღლა ავიდეთ ჯერ იქ ხალხმრავლობაში და იქაც დავაკვირდეთ ხალხი როგორია. მაღლაც დავაკვირდეთ რა ხალხს დავინახავთ, მაინტერესებს მეც ძალიან და თქვენს ალბათ. ხო, უკვე გამოჩნდნენ. მოკლედ, შადრებით დავიწყებთ მალე სიარულს, მეგობრებო, გიხაროდენ. ისე მოდაში შემოვა შადრები, რომ მისი დახურვა თმების შემოსვა გაგვეხარება. სხვაგვარად ალბათ ეგენი დაგვიწყებენ ცემას თავს-თაშიშველი რატო დადიხარო და საშიშროება კი არის. მოსალოდნელია. თქვენ კარგად მუშაობთ სახლში? იქ ბიუროებში და ასე შემდეგ, ხო? კარგი მუშახელი ხართ, ყოჩაღები ხართ, ქართველები. ამტანები ხართ? მომთმენები ხართ? ჭკვიანები ხართ? მონები ხართ? აი, ქართველების სამუშაო ნახე. ქართველების სამუშაო, კონტროლიური და მონა. კონტროლიური და მონა. მიმტანი და მონა.
მომსახურე და მონა. აბარა. კარგად მოვირგეთ შენი პროფესიები. სად არიან მეცნიერები? სახში ზიან წიგნებში. სკამის ცუანებს ეძახიან გერმანელები მაგათ. სკამის ცუანებიო. მაშ ეხლა ისმის ხმა მეგობრებო. ეხლა რუსთაველზე ავისეინებ და ვნახოთ გზაში ვინ შეგვხვდება. ოკეი? თუ მოგწყინათ ვიდეოს ნახვა, იუთუბერებმა გადაახვიეთ. ამას ავტირთავ იუთუბზე და შეგიძლიათ გადაახვიოთ ხოლმე. აი ესე იქით რომ ყოფილიყავი უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ეხლა სანამ გადავალ, რა ვქნა, ესე ვიქნები. ეს შენობა მეგობრებო როგორც გავიგე, ამ შენობას დაადგეს არაბებმა თვალი. აი ამ თლიან შენობას ხოდა ცოტა ვერა გვაქვს რაც კარგად საქმე. როგორ არ ვარ იქ. ჩემი უნივერსიტეტი. სად არის იქ? ეხლა გამოჩნდება ჩემი პირველი უნივერსიტეტი. ой, სადაც პირველად შევედი და თქვი მე აქ უნდა ვისწავლო. და მართლაც ჩავაბარე და გახარებული ვიყავი. ისე მიხაროდა. ძალიან მიხარდა. აჰა, ქართველები გამოჩნდნენ და მათგანაც გავიგეთ არაჩვეულებრივი სიტყვა ყლე. კარგია. ეთყობა ვეღარ ვკაცობთ ქართველები. ამიტომ გვესმის ეს სიტყვა ხშირად. აი ეხლა ეს შოთა რუსთაველი ხომ ყველგან თან დამყვება და მე დავდებ თან. გესმის? მე მას დავდებ და შოთაც დამდევს და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოს. აი აქ მეგობრებო, აქ რო შევედი მე პირველად მკიბეებზე და სურვილი ჩავითქვი, სურვილი ამისრულდა. მოვხდი პანტომიმის ფაკულტეტზე ბატონ შალიკაშვილთან. როდესაც ამირან შალიკაშვილთან ვიყავი სცენაზე, მე მოვხდი ბატონ კახაბაკურაძესთან. და როდესაც კახაბაკურაძესთან მოვხდი სცენაზე, მე წავედი გერმანიაში. ახლა კი ჩამოვედი მეგობრებო აქ და მოვხდი ლაივში და არ ვიცი. კიდევ სად მოვხვდები.
და-და ჩვენ მარჯვნივ დგავართ ქართველები, მარცხნივ სხვები. აჰა, თუ არ დალაგდა ყველაფერი. იქით უფრო ურჯულოები დადიან, აქეთ ქართველები. აქაც გამოგვერივნენ. მარჯვნივაც გამოგვერივნენ. რუსები ერთხელ ავტობუსში უნდა ჩავჭდე და მე იქაც გადავიღო. ყველგან რუსული რო ისმის და პაკისტანელები და ინდოელები. არაბებიც. მოდი ერთი მიწის ქეში გადასასვლელშიც გადავიდეთ, რა ხდება იქაც ვნახოთ. Русский язык. О, картоли. Ага, картоли. Ай, русули, ай. ქართველებს იცით იცნობთ მეგობრებო? დაბერილი ტუჩებით. აი მოტასავს მამაო. ეს მამაოს უფრო გავს თუ რაბის? აბა კარგად დააკვირდით სიარულზე. რაბი ქართველს ელაპარაკება თუ ებრაელს? აბა დააკვირდით. ქართულად კი საუბრობენ. რაბი მომიყევი რამე ქრისტეზე. ეგეთი ქუდია ხურა? არა შვილო ჩემი. ეგეთი სამოსი ეცვა? არა შვილო ჩემო. წერები ეგრე ქონდა? არა შვილო ჩემო. აბა რას ემსგავსები შენ? ქრისტეს თუ რაბის? რაბის შვილო ჩემო, რაბის. კარგად დააკვირდით, გააფართოვეთ თვალები. გააფართოვეთ. კარგად. აი ესე გავიწიეთ, კარგად გამოჩნდნენ. ეს მამაო სულაც არ უყურებს ხალხს. არ კიდია ბიზნესებზე საუბრობს ალბათ.
თავარია 60-ში. აქ ყველა რუსიზის. აი ქართველები ეს ვაკეთებ დღეს აი არაბები იყიდეს მაგარი რაღაცები ჩაიზვანებიან და აქ ისეთი ძვირიანი მაღაზიებია და აბა იაფიანში ხარ იყიდიან ქართველი ბებოკი ლიმონს ყიდის მაგარი როლი გვაქვს ყოჩა აი ქართველი კიდე გლოვობს ქართველი გლოვობს მათხოვრობს აჰა ეხმარება კიდევ კაი ეხმარება აი მინდა დასავს აჰა yes boy ქართველი დგას და ელის ლამას საბათქან აი ეს იყო დღევანდელი ქართული გასეირნება ქართველებში UCT-დან პანტომიმის თეატრამდე და აბა თქვენიც ახლა თქვენი ჯერია მეგობრებო გაისეინეთ ქუჩებში დააკვირდით ხალხს მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე